გამოქვეყნდა კვლევა ჟურნალში Evidence-Based Psychology, სადაც მონაწილეები გადიოდნენ კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის პროგრამას და ამ პროგრამის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი კონფლიქტები ახლობლებთან შემცირდა 40-45%-ით. რამაც რა თქმა უნდა გააუმჯობესა მათი მდგომარეობა სამსახურში, ოჯახში, ასე შემდეგ. როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი ახლა ჩვენ მარტივი წესებით? ჩვენ დავიცოდეთ, რომ ჩვენს აგრესიაზე და ასევე შიშზე პასუხისმგებელი არის ლიმბური სისტემა, ეგრეთ წოდებული ამიგდალა. როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც ტრიგერი, მაგალითად ვართ საცობში და ვიღაცამ ჩაგუჭრა გზა, ან დავუშვათ ბავშვი გამოდმებით ყვირის ან ასე შემდეგ, ხო? როდესაც ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც ყოველთვის რეაგირებთ ან ყვირილით, ან აგრესიით, ან ასე შემდეგ, ჩვენ უკვე დამახსოვრებული აქვს ჩვენს გონებას, რომ აი ეს არის ქცევის პატერნი. როგორ შევცვალოთ, ნახეთ, ჩვენ უნდა გადავამისამართოთ ეს იმპულსი პრეფრონტალურ კორტექსში, სადაც ხდება დაგეგმვა, სადაც ხდება დაკვირვება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის უკვე მაღალფუნქციური, ასე ვთქვათ, ჩვენი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შევძლოთ საკუთარი რეაქციების და ქმედებების მართვა. პირველი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ პაუზა. ანუ სანამ ვიმოქმედებთ, მაგალითად, ბავშვმა ისევ დააგდო რაღაც ნივთი, რაზეც ეუბნებოდით, რომ არ დააგდო, ხო? ან რაღაცები მიყარ-მოყარა სათამაშოები, რაზეც 1000 ჯერ გაქვთ ნათქვამი. ყვირილის ნაცვლად უბრალოდ გააკეთეთ შესუნთქვა, ანუ ცოტა ხანი აცადეთ აი ამ იმპულსს, რომ თავისი აი ეს სიმძლავრე თვითონვე შეამციროს. ეგრევე არ გამოხატოთ ემოცია. მეორე, აუცილებლად დაასახელეთ საკუთარი ემოცია. ანუ გადადიხართ დამკვირვებლის პოზიციაში. თქვით, რომ მე ახლა ვარ გაბრაზებული. შეგიძლიათ ეს თქვათ გულში, არ არის აუცილებელი თქვათ ეს ყველაფერი ხმამაღლა. თუ გაქვთ საშუალება, ასევე შეგიძლიათ გახვიდეთ და გაიგრილოთ სახეთ სივიწყლით, რადგანაც ჩვენი პარასიმპათიკური ნერვული სისტემა ირთვება ამით. ანუ ჩვენ სიგრილე გვაძლევს იმ იმპულსს, რომ ესე იგი ჩვენ ვართ მშვიდად, ესე იგი საფრთხე არ გვაქვს. ასევე შესუნთქვა და ძალიან ნელი ამოსუნთქვა. ნახშირორჟანგი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ შევამციროთ ჩვენი პულსი, ანუ დაბლა დაეცეს ჩვენი წნევა და არ იყოს რაღაცა მაქსიმალურად გაქცევის ან დამალვის რეჟიმში არ ვიყოთ და ჩვენი კორტიზოლი ბუნებრივად კლებულობს. ანუ აი ამ მარტივი მექანიზმებით შეგვიძლია რომ შევცვალოთ ჩვენი ეს პიროყოფილი პასუხი, როგორიც არის დავუშვათ აგრესია ან ყვირილი ან ასე შემდეგ.